თავი მე-16. მოწაფეებსაც უთხრა: იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა გამგებელი, რომელზეც ამბავი მიუტანეს, რომ მის ქონებას ანიავებდა. დაიბარა და უთხრა: ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი გამგებლობის ანგარიში, ვინაიდან გამგებელი ვეღარ იქნები. გამგებელმა თქვა თავისთვის: როგორ მოვიქცე, ჩემი ბატონი მართმევს გამგებლობას. ბარვა არ შემიძლია, მათხოვრობის მრცხვენია. ვიცი როგორ უნდა მოვიქცენ, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში, როცა მნეობას ჩამომაშორებენ. დაიბარა თავისი ბატონის ყველა მოვალე. პირველს უთხრა: რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა? მან თქვა: 100 საწყაოზეთი. უთხრა მას: აიღე შენი საბუთი, დაჯექი სასწრაფოდ და დაწერე 50. მერე სხვას კითხა: შენ რამდენი გმართებს? მან თქვა: 100 კოდი ხორბალი. მან უთხრა: აიღე შენი თამასუქი და დაწერე 80. შეაქო ბატონმა უსამართლო გამგებელი ხერხიანად რომ მოიქცა. ვინაიდან ამ წუთის სოფლის შვილები ნათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთი მოდგმით. მეც გეუბნებით თქვენ, შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამულისაგან, რომ როცა გაღარიბდებით, მიგიღონ მარადი უსავანეში. მცირედში ერთგული, ბევრშიც ერთგულია, ხოლო ვინც მცირედშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა. ხოდა თუ უსამართლო მამონაში ერთგულნი არიყავით, ჭეშმარიტს ვინ განდობთ? და თუ სხვისაში არიყავით ერთგულნი, თქვენსას ვინ მოგცემთ? არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს. ან ერთი უნდა ზულდეს და მეორე უყვარდეს, ან და იმ ერთ შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც. ყოველივე ეს ესმოდათ ფარისევლებსაც, რომლებიც ვერცხლის მოყვარულნი იყვნენ და დასცინოდნენ მას. უთხრა მათ: თქვენ თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გული, ვინაიდან რაც კაცთა შორის ამაღლებულია, ღვთის წინაშე სისაძაგლია. რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო. მას შემდეგ ღვთისასუფეველი იხარება და ძალით შედის ყველა მასში. უმალ სადამიწა გადაივლის, ვიდრე ერთი წერტილი ამოვარდება რჯულიდან. ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვა შეირთავს, ბრუშობს. და ვინც ქმრის მიერ გაშვებულ შეირთავს, ბრუშობს. იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულსა და ბისონს იცვამდა. ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა. ასევე იყო ერთი გლახაკი სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა, ერთიანად დაწყვრულებული. ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ. მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს. და ჯოჯოხეთში ტანჯვა წამებაში მყოფმა აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში. შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ დაისველოს თავისი თითის წვერი წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიტანჯები ამალში. მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენს სიცოცხლეში სიკეთე და ლაზარემ კი სიავე. ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები. ყოველივე ამის გარდა ჩვენსა და თქვენ შორის დიდი უფსკრულია დამყარებული, ისე რომ აქედან თქვენსკენ გადმოსვლის მსურველები ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვლენ და ვერც თქვენგან ჩვენსკენ. მაშინ მან უთხრა: რა კი ასია, გეხვეწები მამაო, მიავლინე ეგ მამა ჩემის სახლში, ვინაიდან 5 ძმა მყავს, რათა მათ დაუმოწმოს, რომ არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას. უთხრა მას აბრაამმა: მათ ყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი, მათ უსმინონ. მან კი თქვა: არა მამაო აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, მოინანიებენ. აბრაამმა უთხრა მას: თუ მოსესა და წინასწარმეტყველთ არ მოსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ირწმუნებენ.